მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? მე 2 დღე ჩემ საქმეებზე დავრბივარ, ამიტომ ვერაფრის გადაღება ვერ მოვახერხე და სამაგიეროდ დღეს ავინაზღაურებ ყველაფერს. ისე რომ ამ ვლოგში ცოტა ჩემ ამბებსაც გეტყვით, თან თავისუფალ დროს უკვე როცა დავასრულე ყველაფერი, გავბოდიალდი და მაგაზეც გაჩვენებთ და ბოლოს უკვე თქვენ გელოდებათ კარგი გემრიელი დალაგების კადრები. რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ფორმატისთვის, ისე რომ შეგიძლიათ ჩაუსხდეთ, მოკალათდეთ და დავიწყოთ. ნიჟარის მოსახერხად პატარა სახეხი. და უნდა მოვძებნო, მაგრამ სადაც უნდა იყოს იქ რო ვერ ვრახე. ეს საყვარლებია. ოთხლარადაა. ფუტკუძუნები. არის 3 წუთები. და უამრავი დრო მაქვს თავისუფალი, სანამ დათას სკოლიდან მოვა, მე უკვე მე უნდა მოვიყვანო და ისე რომ წამწალო ჩემი რაღაცის გიხვეწებ. მე ლამაზი საპურე მაქვს, მაგრამ რაღაცა ფუნთუშებისთვისაც საყვარელი იქნება. რა მინდა იცით? რაღაც ისეთი, რაშიც სუნელებს მოვათავსებ. ფილებში მაქვს ჩაყრილი ისინი, რასაც მუდმივად ვიყენებ. და რასაც მუდმივად არ ვიყენებ, მაგრამ ეს სუნელები ძალიან მიყვარს და მაქვს ხოლმე სულ კონტეინერს. ჩემო შვილებმა რო დაინახონ, მაყიდინებენ და დადებენ ეგრე. ხო და რასაც ვერ ვყრი ქილებში, აი რაშიც შეიძლება მოვათავსო, უკვე თავიანთი შეფუთვებითვე რა. მაგრამ რაღაც ეგეც ვერაფერს ვერ ვხედავ. ნიჟარის მოსახერხად, ცალკე ღრუბელი მაქვს ხოლმე ნიჟარის გასახერხად. და მინდა რომ ეს მოსახერხი ნიჟარისთვის იყოს ცოტა სხვანაირი, ჯაგრისები როა რაღაცა სახელურით. ესე იგი რო არ მინდოდეს, ყველგან თვალებზე ამეფარებოდა და ვერ პოულობ. მე როგორიც მინდა ისეთი არ არის თორე. ვილე დახირს 200 ლარი, 100 ლარად მაქვს სუფთა სახლში ნაყიდი რა იყოთ. რა ამბავში ხართ? აბაზანის ხალიჩები. მე და ესეც ხო არ მინდა. სერი. მინდა კოვზის დასადები რამდენი ხანია, ოღონდ ჩემი სამზარეულოს სფერებში. ეგეც ისე ერთი დღე საწყლად. ისე მშია, ისე მწყვრია. ყავაც ისე მინდა. ვეი, მეგონება მებინდება ხალხო. ისე ბავშვია ჩვენ. მოვედი, всё, მოვედი სახლში ვარ. ვინალიეს? მოვედი გოგო, აი გამოვიცვალო. ამის შეხვედრა ნახეთ, გეგონება ჯარიდან დაუბრუნდიან ომიდან. დღეები რომ არ მეცალა და მოვდიოდი სულ გადარგვნაზე, ჩემი სახლი დასწყვილი და ბომბილი. ოღონდ ხარჯს თავი არა მაქვს. რაღაცა გემრიელობები ვაჩუქეთ ჩემ თავს, იმიტომ რომ კაი გოგო ვარ. ცოტა ხანი უნდა დავისვენო და მე ბავშვებიც მოვლენ, ბარემ გავალ რომ დათა მოვიყვანო და მივცხებ დალაგებას. ოღონდ აი კარგად გემრიელა და სალაგებელია, ნუ ისეთი არაფერი, მაგრამ ყველა ოთახს უნდა მივხედო. და პირველ რიგში თეთრეული უნდა გამოვცვალო ჩემთანაც და ბავშვებთანაც, ხო? ეგ არის რა. სამზარეულო დალაგებული მაქვს, არჯერჯერი მაქვს და შემიძლია აქ ვიჭიდე და დავისვენო. და კიდე ყველაზე კარგი ის არის, რომ 1 საათი მაქვს დრო. მოვიტანო. იარაღელი მივედია. 80 ლარი გიდავდა. 79 ლარი. ეს საყვარელი კურიკები, ორი ძალიან მიყვარს. თუმცა არ ჭამპურს. გააჩნია რა არის სადილი. რო ვთქვა რომ კურს ბევრს ჭამპურს არ ჭამ. კიდევ კარგი. ხო, აი ეს მინდოდა. ესეთი მქონდა და გამიფუჭდა. და კარგად ვიყენებ ხოლმე ან ჩიზკეიქისთვის ან რაღაცა რომ აქვს ასაწყობი. ჯაგრისები წამოვიღე. ყველასთვის, 4-ვესთვის. მარტო ეს იყო მგონი 30 ლარი. ტაობაოდან მაქვს გამოწერილი ძალიან ბევრია. ერთ შეფუთოში და მართლა ძალიან კარგები ისეთი რაღაცნაირი. კარგებია რა.
ზანაში კარგად ვიყენებ ხოლმე სახეხად და იმ ჯაგრისებს დავიტოვებ პალტისთვის. ვცდილობ ხოლმე რომ მალ-მალე შევცვალო ჯაგრისი ზოგადად. ესენი გამოვაცუცულე. ბავშვებს უყვართ შუები ძალიან და ბავშვებისთვის წამოვიღე. ხოდა მართალი გითხრათ, ესენი ბავშვებისთვის არ წამოვიღე. აქ მიგდია მე ერთი დუბაის შოკოლადი. აი ეს რაღაც ის საყვარელი რაფაელო და ჩიზკეიკი და ჩიზკეიკი ძაღლით მინდა ეხლა ბავშვები ჩემამდე ბევრს შეჭამენ ისედაც და თან ბავშვებისთვის კვირი არ შეიძლება. ჩემნაირ დედა დამენახოს ერთი რამდენია. თქვენ გეგონათ არ გადავიღებდით და დაგტოვებდით ეგრე გუშინ არ დამიდია. თმა ისევ შესაძლებია. გუშინ არ დამიდია, მგონი გუშინ წინაც არ დამიდია. ეს ვლოგი დაიდება ალბათ ძალიან გვიან ღამე. ძალიან კარგად გამოიყურება. არ მინდა რომ იმედი გამიცრუდეს. ზოგადად ჩიზკეიკი ჩემი სისუსტეა. ну საერთოდ კბილი ჩემი სისუსტეა. გემრიელესია. გადავიდეთ პაუზაზე. აი მე რა კარგი ხარ. აგინახეთ ხალხო. რაც შეეხება ჩემ ვიზიტებს კლინიკაში. ავერსში დავდივარ. გუშინ ვიყავი, ნაწილი გამოკვლევები გამიკეთა ხა ბევრი არაფერი. დღეს ვიყავი კიდევ 2-ზე დაფარებული ეხოსკოპიებზე, უბრალოდ და ხვალ უკვე დანიშნულებას დამიწერს სრული სურათით. აი. ძალიან კარგად ჩაიარა, მოკლედ ამ ყველაფერმა და ვნახოთ აბა ხვალ რას მეტყვის რა ვიცი. ჩემი შეხედვით და გადახედვით არც ანალიზის პასუხშია რამე ისეთი. პატარა წავიმპურნალებთ და ეგ არის. ხოდა ხვალ დამიწერს უკვე. მაშ ასია 10 წელი გახდება, რაც მეორე ბავშვი გავაჩინე. ორივე საკეისროთ იმყავს. და იმას მერე არ ვიცი საერთოდ ვამბობდი, რომ მივიდე ზაფხულზე. აი, სექტემბერმა ჩაიაროს, ხალწლამდე მივალ, ბარემ, მოიცადე რა მერო იყოს ახალმა წელმა გადაიაროს და მერე და აი, მიზეზები რო არ გელება რა. რო არ გინდა თითქოს. ფეხს რო ითრევ, მერე მიზეზს ყოველთვის პოულობ და კარგი გავაკეთე ძალიან რომ მივედი. აი ახალც როგორ ვიყავი იცი აი ესე მივიდე თუ და მივიდე და კარგი გავაკეთე სულიერი სიმშვიდე და ყველაფერში მნიშვნელოვანია და ჯანმრთელობა რა თქმა უნდა ჯანმრთელობა თვითონ ორცხობილას ფენა რაღაცნაირად მძიმეა ხოლმე ჩემთვის და თითქოს ვერ ვუკაჩავ გემრიელესი იყო მაგრამ მაგას ვერ ვჭამ ხოლმე და აი იმ დღეს რომ გავაკეთე რაღაცა ჩიზკეიკი არ იყო, მაგრამ ძალიან ყავს. და ორცხობილები შეგით მასაშივე რომ იყო იდეალური ვარიანტია ჩემთვის. მაგდენი, ანუ ცხიმით აღარ მძიმდება რა. და უფრო სუბუქი იყო. ძალიან სუბუქი იყო. ძალიან მომეწონა მაგას კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ, ზუსტად ვიცი. გაფორმება და გაგებრიელება შეიძლება იმ დესერტის. ხო თქვენ როგორ ხართ? თქვენთან რა ხდება? სიკვანუნებო, ერთი კაცი გვაკლია იდეალურ ასეულს. 99 გამომწერი გვყავს. თითქმის 100. შვენიერი სტარტია რა ვიცი, მე არ ვთვლი რომ ცუდია. საერთოდ არ ვთვლი YouTube-ისთვის და ამ კონტენტისთვის, საერთოდ არ ვთვლი რომ ცუდია. როცა შევასრულებ იმას, რაც უნდა შევასრულო. პირობებს, YouTube-ის პირობებს იმისთვის რომ ჩავთვათ მონეტიზაცია და მოკლედ. წელში რომ გაიმართოს არხი, მე უკვე ალბათ კვირაში 2-ჯერ დავდებ ხოლმე დიდ ვლოგებს. ხო, მინიმუმ 9 საათიანს. ან 40 წუთიანს, 9 საათიანებს მაინც. შეიძლება მეტიც. გააჩნია სიტუაციებს და გააჩნია რა იქნება და როგორ იქნება. ახეთ მე საქმეს და რაღაცებს არ ვგეგმავ YouTube-ის მიხედვით. და არც მინდა რომ ეს ასე იყოს. მე მინდა რომ თითოეული ვლოგი იყოს ის რაც რეალურად ხდება. და ნუ სიტუაციის და მიხედვით არის ყველა ვიდეო რა. არის ისეთი დღეებიც, როცა მართლა საწოლიდან რომ ავდგები, დახცე დავწვევი და აღავდგები. ხო, ყველაფრო უარაფრო და ესეთი დღეებიც, რა თქმა უნდა, შეიძლება საერთოდ არაფერი არ დავდო და რა თქმა უნდა, ალბათ ვერც დავდებდა. გეფიცები რა ისე შევეჩვია, მას ვეღარც წარმომედგენია სხვანაირად რა იყო. მოვაცუცულებ დათას. ისეთი კარგი ამინდია ცოტა ადრე გაავალ, ჩამოვდგები, ჩამოვბირჟავდები. მოვალ და აი მართლა საქმეს უნდა შევუვარდე წელში უეჭველად. ბევრი საქმე არ მაქვს, რომ გითხრათ, რომ ძალიან დასალაგებელი არა, მაგრამ აი თეთრეული შეცვლას ავტომატურად მოყვება ხოლმე კარგი დალაგება და სარიცხიც მაქვს უამრავი. დღეს ჩემი მანქანა ახლა რომ ჩაირთვება ამ საღამოს, არ გამოირთვება ალბათ 12 საათამდე. არ ხმაურობს.
ეს ძველი რა შვებოდა იცი გამოდიოდა ხოლმე და მეძახდა დუკ ესე მინდა ეს ჩუმია წყნარია ხოლო გვიანაც რო ჩავთო არ არის პრობლემა ისე რომ არავის შევაწუხებ ამ თავის სასკოლო ნივთების უჯრებს რას უშვებიან კი ხედავთ ყოველდღე დასალაგებელია აი ყოველდღე დასალაგებელია ეს განსაკუთრებით დათას შემთხვევაში იმიტომ რომ ამას უყვარს ჭრა ქაღალდებით თამაში და აქვს უამრავი გამოჭრილი ქაღალდი აგ ჩავისწორაგებ ფულს აკეთებს ხოლმე ამ ქაღალდებით და აი ესე თამაშობს ხოდა საკმაოდ დიდი დროც წამართვა ამ ოთახის დალაგება. ყველაზე მეტი დრო პრინციპში ამ ოთახმა წაიღო თითოეული რაღაცა კუთხე-კუნჯული იყო ამოსასუფთავებელი. ზედმეტი ნივთებისგან გასათავისუფლებელი უფრო სწორად. წიგნები ცალკე, ერვეულები ცალკე, ფაქრები, ფლომასტერები, იმდენი რაღაცა წვრილმანია ამ ოთახში. თავისთავად მათი დალაგებას მართლა ყველაზე მეტი დრო მიაქვს. აქ ეგრევე კი მიხვდებოდით პატარა ცვლილებები მოვაწყე დრო მომივიდა აშკარად იმიტომ რომ მომბეზრდა ძველი უმნიშვნელო დეტალი შევცვალე მაგრამ მე ვფიქრობ რომ ოთახი უკვე სულ სხვანაირად გამოიყურება და რა თქმა უნდა მეც უკეთეს ხასიათზე ვარ ცოტა ხანს იქნება ასე სანამ არ მომბეზრდება უბრალოდ აი თვალი სანამ არ შეეჩვევა და უკვე თვალს რომ შევაჩვევ მე აღარ მომწონს ხოლმე მე უკვე სხვანაირად მინდა
გადმოვინაცვლე შემოსასვლელში ამ სივრცეშიც არანაკლები ხარახურა იყრის ხოლმე თავს და არანაკლები საქმეა ხოლმე აქ ახლა მივადე კი ფეხსაცმელების კარადას გამოვასუფთავე ფეხსაცმელები რომელიც სუფთა იყო დავალაგე რომელიც არ იყო გავრეცხე თან ყველაფერს ერთად მოვედე ეს ჩემი ანალიზებია და კვლევების მთელი ფურცლები შევაგროვე ერთად გავაბზადე ხვალისთვის ბარემ ეს ოთახი ყველაზე მეტად მიყვარს სასადილო ზონა არის ასე ვთქვათ და დიდად არაფრით ირევა ვერ არებ გულითაც რომ გინდოდეს ესე რომ მან უცებ მივალაგე დიდიც არაფერი იყო ამასობაში გიორგი დაბრუნდა ეზოდან შიოდათ ბავშვებს და მეთქი შვილო ცოტაც დამაცადეთ ბარემ ბოლოში გავიდე ზოგადად არ შემიძლია რაღაცას რომ ვაკეთებ აი ეს საქმე შევწყვიტო ნებისმიერი რამ რასაც არ უნდა ვაკეთებდე მძულ სანამ ბოლომდე არ გავიყვან რაღაცა სხვა დავიწყო ან სხვა რამის მიუბრუნდე თან იქ დათა საქმეებს ურჩევდა რატო დაიგვიანეო სასწავლი გაქვსო გეგონება თვითონ ახლა იკლავს თავს დიდად სწავლით ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სუვენირია ძალიან კარგი დღეების მოსაგონებელი უკვე გავდივარ ბოლოსკენ სულ ცოტა დარჩა მხოლოდ ჩემი ოთახი დამრჩა მისალაგებელი და ბოლოსთვის ეგ მოვიტოვე დავჩაგრე ფეხსაცმელების გარეცხვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ნიჟარა გავასუფთავე კაპიტალურად ძვირფასებო, აბა როგორ. იქ კბილის ჯაგრისების დასაკიდიც გავრეცხე, გავაწკრიალე, ეს ძველი ჯაგრისები გადავყარე, ახლებით ჩამოვკიდე. ხო, ეს რო ავაცალე, გასარეცხად თავისი წებოვნება, რა თქმა უნდა, უკვე აღარ ვარგოდა და მომიწია სილიკონის თოფით დამაგრება. იქ გარეცხილი სარეცხი მივალაგე, მივუჩინე თავისი ადგილი და ავკეცე რა თქმა უნდა. და კიდევ უამრავი სარეცხი მქონდა, ერთი დღე ჩავაგდე მხოლოდ, ანუ გუშინ არ გამირეცხავს და ხო ვიცით დიასახლისი რომ ერთ დღეს გამოტოვებს, საქმე ორ მაგდება, არ ვიცი, 4 მაგდება. და თან საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სახლში ხარ თუ არა, მთელი დღეც რომ სახლში იყო, აი დღის განმავლობაში რაღაცა რომ მოინდომო და რომ არ გაჩერდე. სულ არის რაღაც გასაკეთებელი, სულ გამოჩხრეკ. ერთი პირი მორჩა. გარეცხა და გააშრო. და მე მაქვს ალბათ მინიმუმ 3 ჯერ კიდევ გასარეცხი. აბა ხო იქიდან ახლა ეს დათას საღამურებით მივაკეცე, ვაჟბატონს ესეთი ჩვევა აქვს, გამოიძინებს თავის ოთახში და დილით თუნდაც 9 საათით ადრე ადგება და მაინც ჩემ ოთახში უნდა შემოვიდეს. აუცილებლად ეს რიტუალი აქვს, რომელსაც ვერ გადავაჩვიე ვერაფრით.
ესეც ასე დავასრულე დღევანდელი საქმიანობა, ასეთი საღამო მქონდა მე, საკმაოდ დატვირთული. კარგად დავიღალე რაღა დაგიმალოთ. ბარემ აქვე დაგემშვიდობებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მომავალ ვლოგამდე.